ქვეყანაში არის ერთი ძირითადი პრობლემა, ეს არის სახელმწიფო კონსტიტუციის აღსრულება. ლიბერალ-დემოკრატები ვაცნობიერებთ რა შექმნილ ეკონომიკური თუ პოლიტიკური კრიზისის მნიშვნელობას, საფრთხეებს, რომელიც უკავშირდება ქართულ სახელმწიფოს კონსტიტუციურ წესრიგს, საზოგადოების მშვიდობასა და უსაფრთხოებას, ვთავაზობთ საქართველოს პარლამენტს და ჩვენს მოქალაქეებს ანტიკრიზისულ გეგმას. პირველ რიგში საქართველოს პარლამენტში უნდა მოხდეს შემავალი ფრაქციების და სუბიექტების ღირებულებითი გადაწყობა და რეალურად დემოკრატიული ფასეულობების სუბიექტები უნდა შეიკრან სახელმწიფო ინტერესების გარშემო და ჩამოყალიბდეს ახალი საპარლამენტო უმრავლესობა. ახალმა საპარლამენტო უმრავლესობამ დაუყოვნებლივ უნდა გადააყენოს საქართველოს მოქმედი მთავრობა და დანიშნოს დროებითი მთავრობა ძალთა თანაფარდობის და კომპეტენციის პრინციპით, რომელიც უზრუნველყოფს დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ქვეყანაში. მესამე, აუცილებლად ჩვენ უნდა შევქმნათ პარლამენტსა და არასაპარლამენტო ოპოზიციას შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სპეციალური საკონსულტაციო ფორმატი, რომლის პარაგრაფში ჩვენ ერთობლივად და ერთობლივი თანამშრომლობითა და ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერით შევძლებთ მივიყვანოთ ჩვენი სახელმწიფო მშვიდობიანი და კონსტიტუციური გზით დაგეგმილ 2016 წლის არჩევნებამდე. გაითვალისწინებს საკანონმდებლო ორგანო საკუთარ პასუხისმგებლობას ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის წინაშე.